ძალიან საყვარელია ჩემი სასტუმრო. ესეც მე. სააბაზანო ჭუმბები, საქმეები ჭკუაზე არ ვართ. ერთი შევეხედო სარგეში. მოკლედ, ყველაფერი აქვს რა, ანუ ფანტასტიკური სარგე. ეს არის თოვლ გაუმტარი, წყალგაუმტარი, ისეთი ფეხსაცმელი და სადაა თოვლი. მოკლედ გვაქვს ისე რა ქვია, ჩაი, ყავის ამბავი, არაჩვეულებრივი ესე ვთქვა და გემრიელი ლოგინით, რომელიც უკვე დავტესტე, აგერ დასაჯდომი ამბავი და ფანჯარა კი მაქვს, ძალიან ისეთი ფართო ხედით, მაგრამ რა ხედზეა საუბარი, ხვალ ნახოთ. სამწუხაროდ ართავს, მაგრამ წვიმს. დილა აუცილებლად უნდა დავიწყო ვაშლის ძმრით, რომელიც მომაქვს. კამბუჩას ბოთლშია, კამბუჩა არ არის ვაშლის ძმარია. აუცილებლად მოიცა გავხსნა. ამის გარეშე ჩემი დილა არ იწყება, ზოგადად ერთი კოზი, მაგრამ ასე თვალით იმავშვები რა. წყალთან და ეს არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი ბედნიერება და ჩემი რა ვიცი მე ყველაფერი. გაგიმარჯვეთ. ასევე ბარემ გიჩვენებთ, თან მომაქვს აი ეს ჩაი, რომელიც მეხმარება იმაში, რომ ორგანიზმმა სითხე არ შეინახოს და არ ვიყო გასიებული, მოკლედ. ეს არის ერთ-ერთი რა ვიცი სასწაული ჩაია, მოკლედ რა. თუმცა ეხლა სასტუმროს ყავის დროა, აგერ დალმაირი თუ რაც არის, ეს მგონი გერმანული ბრენდია, თუ არ ვცდები ყავის, ხო და დავაგემოვნებთ ახლა კიდევაც ერთად, ორნაირია და ნეტარ რა განსხვავება. რა ვიცი რომელიღაცას ავარჩევ. ეს შოკოლადი ლუფთანსამ გვაჩუქა. თვითმფრინავში, მაგრამ ამის ჭამელი ახლა ამ დილით მე არ ვარ. მოკლედ ძალიან კონკრეტულად წვიმს. და ისე ჩანს, რომ ჩავიკეტე მოკლედ და ეს სასტუმროში. თუმცა მომაქვს ჩემი დღიური თან, რომლისთვისაც მალტაში ვერ მოვიცალე და ვფიქრობ, რომ ფანტასტიკური მომენტია იმისთვის, რომ გავახციო სასტუმროდან სადმე ლამაზ კაფეში და ჭიქა ყავასთან ერთად დავიწყო journaling. ან თუ ვეღარ გავახციე, მაშინ ალბათ სასტუმროში მომიწევს საყვარელ მეიკაპ vloggers ვუყურებ მთელი დღეს. რომ ვისწავლო როგორ დავიხატო სახე. შეიძლება vlogიც ჩავწერო, სხვადასხვა. მგონი ჩავწერ ვიდეოსაც და შემოგთავაზებთ გამოვიყენებ მოკლედ დროს. სხვა რა გზა? მოკლედ, აბა გავიხატოთ თუ წვიმის გარეთ. არა. წავედით. გავედით. რა ლამაზი. ეს ხეაქვს ჩვენ სასტუმროს. აი. ნახოთ აბა. რა ხდება გარეთ. ცივა, მაგრამ შეიძლება მოთმენა. არა ცივა. იტალიური არტიზანული შოკოლადის სახლი, რომელზეც ვნადირობ ხოლმე როცა ვარ იტალიაში და აი ძალიან მოულოდნელად აღმოვაჩენე აგერ შუაგულ მიუნიხში. ძალიან მიყვარს და დიდ რეკომენდაციას უწევ მათთვის, ვინც ნამყოფი არ არის ჯერ. წმინდა პეტრეს ტაძარი. სტოპნელა, მაგრამ
ეკლესიის გუმბათთან არის ასასვლელი ზევით, რასაც აქვს პანორამული ხიდი მიუნიხის და არის ასეთი ძველი ჭვაჭონა კიბეები, რომელსაც ახლა მე დავუყვები და შევსები ავიდე ზევით და გიჩვენოთ. მეც ვნახოთ და თქვენც განახოთ ხედი მიუნხენის. ძალიან ქარია მიუნხენის შარვალოდი. მეგონა მალტას დავახცი თავის ქარით თავი და არა აქაც მოხდა საკმაოდ, მაგრამ მოკლედ ეს არის ხედი ეკლესიის, რომელიც მგონიც მე-13 სართულია. სალამაზია. ჩემი თოვლის ისტორია მგონი დასასრულს ვახლოვდება. ეს კი გახლავთ მარიამ პლაცი. ასე ორაგულს კერძზე ასე აკეთებენ ბატონო ჩემო, ამზადებენ ორაგული კერძზე. მაგარია. სალამაზია. მარიამს პლაცის საშობაო მარკეტი, მაგრამ ვეძებ ახლა მე მულდ ვაინს, ეს ის ერთადერთი შემთხვევათაგანია, როცა მინდა რომ დავიო ალკოჰოლი, ის გემრიელი ღვინო საშობაო, მოკლედ ნახოთ რას ვიპოვი, მაგრამ ნუ კვირა, არ ვიცი სადაც ზოგადად ხალხი, შეიძლება გასულებიც არიან რეგიონებში, სოფლებში, მაგრამ ცოტა ნაკლია, უფრო მეტ ხალხს ველოდებოდი, სიმართლე გითხრათ. მოკლედ ვიპოვე ახლა მულ ვაინს და მოგიჭახუნებთ. გაგიმარჯოთ? მრავალ ახალწელს. ეს არის აპლშტრუდელი ვანილის სოსით და შაქრის ექსტრემალური დოზა. მაგრამ 10,000-ში ერთხელ სინჯავთ მოგზაურობის დროს, მსგავს რაღაცებს. დილის 7 საათი. საჯანდაბაში მივდივარ ასე დროს. ტური მაქვს, მოკლედ. ხოდა მივდივარ ახლა კარც პლაზზე, რომ იქ შევხვდე ჯგუფს და წავიდეთ ნიუშვეინ რაღაც ჯანდაბა, მაგრამ ძალიან ლამაზ კასლზე. ხოდა კაცი შვილი არა ასე გარეთ. ვინ იქნება? მაგრამ ორშაბათი დილა. თუმცა შობა ღმერთო, წავედი. Please have a look on the right side of the bus. Now onto the left side of the bus and you will find the painting of a very famous fairy tale, Little Red Riding Hood. That's not the end. Keep looking on the sides of the bus. You will find a lot of old wooden houses still in their original shape, and almost every other house will be having these kind of paintings on the exterior walls. Having these kind of paintings on the exterior walls is more than 300 years old tradition, and these paintings. მოკლედ ეხერსა თოვლი რა თქმა უნდა მთაში ვართ, ანუ ეს არ არის ქალაქი და დაბალი ცენტრი, მაგრამ ორ სასახლეს უნდა ვესტუმროთ, ნიუშვეინსტეინი მე მგონი და ლინდ რაღაცა. მაგარი სილამაზეა. სხვათა შორის თოვლისთვის ხელი ეჭარ არ მეხლია. აიმე რა ბუშბუში არ გორ მომენატრა. ლესი რესტორანი. აი ასეთი ფანტასტიკური ხედით. ერთენი ნიუშვეინსტეინის სასახლეც. პოპულარული ადგილია და სხვათა შორის მხოლოდ აი ამ სასახლით ბავარიას აქვს წელიწადში როგორც ტურის გიდმა გითხრა 6 მილიონი ევრო. აი მარტო აი ამ სასახლით.
ბავარია არის ულამაზესი ადგილი, ძალიან მენანება რომ აქ მეტი დრო არ მაქვს გასაჩერებელი. ანუ მარტო ერთი დღით ვარ მოსული, ერთდღიანი მთლიანი ტური მაქვს, თორე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ერთ-ერთ ჩვეულებრივ ბავარიულ ხის კოტეჯში და დავყოფდი აქ მთელ კვირას, აი მართლა იმდანად რაღაცნაირად ზღაპრული ამბავია. ერთადერთი ეხლა რომ თოვდეს იქნებოდა მთლად საოცრება, მაგრამ რასიზამ. წავიდეთ ახლა ჩვენ ზევით და ცოტა ნახოთ წრეზე რაფერაა ირგვლივ საქმე. მოკლედ ახლა მოვედი ულამაზეს ბიბლიოთეკაში, რომელიც არის მიუნხენში. Justice Library ბიბლიოთეკა ასე ქვია, რომელიც არის დაკეტილი. და გაიხსნება მხოლოდ 2 იანვარს, როცა მე აღარ ვიქნები, ძალიან დამწყდაგული, მაგრამ რა გაეწყობა, აგერ ჩვენს Christmas market-საც უკვე ხურავენ, დასრულდა მოკლედ დღეს 24-ია რიცხვი, შესაბამისად აღარ არის უკვე არანაირი Christmas market-ის დრო. და თან რაღაცნაირი წვიმა თოვლია, ძალიან ცივა, აბსოლუტურად ყველა მაღაზია დაკეტილია, კაციშვილი გარეთ არ არის. ამიტომ ჩემთვის როგორც ტურისტისთვის ძალიან ესეთი პერიოდია რა, არც თუ სახარბიელო, იმიტომ რომ არც ამინდი მიწყობს ხელს რომ დავათვალიერო გარემო, არც პერიოდი. ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიუნხენის 80% ვერ ვნახულობ, ისე იმიტომ საკეთად წასვლა, მაგრამ რაღაც გავეცხოვდი. აი თუ ხედავთ როგორ მათავს. მოკლედ ეხა მინდა სადმე წავიდე და ვიპოვო ადგილობრივი ანუ ადგილობრივი რესტორანი, სადაც ადგილობრივები დადიან, მაგრამ ой აქ რამის კითხვას ეხა აზრი აღარ აქვს, ჩემი თუ გავაგნებ გზას. გერმანელებს ვკითხე, რესტორანი მერჩიეთ თქო, ქუჩაში წავიჭერე ხალხი. იქ არატურისტული, ნამდვილი ჭეშმარიტი გერმანული რესტორანი, სადაც შემიძლია გემრიელად გერმანული საჭმელი ვჭამოთქო და მირჩიეს ალტე ჰაკერ სახელები არ მომთხოვოთ, ეხლა დავწერ. ხო და არის აგერ 10 წუთის გზაზე საფეხმავლო, მივდივარ და ვნახოთ აბა რა შემოგთავაზებენ. ალტე ჰაკერაუსი, მე მგონი, ხო. აგერ ბატონო, ეს არის რესტორანი ალტე Frankenhaus, მოგახსენებთ ახლავე თუ აღია. ეს არის რესტორანის ინტერიერი. ძალიან ისეთი შინაურული გარემოა, მაგრამ აშკარად არის ძალიან გემრიელი მენიუთი ადგილობრივი საკვებით. მე შევუკეთე ტრადიციული ღორის ფეხი, ეხლა დაგიჩვენებთ. მენიუ არის მხოლოდ გერმანულად, შეგიძლიათ დაასკანეროთ ინგლისური ვერსიაც, მაგრამ ზოგადად არის მარტო გერმანული მენიუ აქვს, თუმცა სტაფი ძალიან ისეთი მეგობრული ჩანს. ძირითადად მამაკაცები მუშაობენ, ქალებს ვერ ვხედავ. ნახოთ. ფასებიც მეტნაკლებად ნორმალურია. ბატონო, ეს არის საჭმელი. ერთ-ერთი საუკეთესო და უსაყვარლესი გერმანელების, ძალიან დიდი პორციით, ანუ ჩვენებთ ახლა ჩემი ხელი და აგერ ხორცი. თითქმის ჩემი ხელის კი არა მეტია. Thank you. რაღაც მომიტანეს კიდე მე მგონი სალათა კომბოსტოს თუ არ ჩდები ნახავ ახლა. პური მე მოვითხოვე, მაგრამ პური მოიტანეს შავი და არა თეთრი. By the way. Bon appétit. ასე. ლამაზობით და კარგობით ნაცრისფერ ფერებში ჩვენი მიუნიხი. მიუნხენი. მივხვდით ალბათ სად ვარ. მოკლედ ღორის ფეხი ძალიან გემრიელი იყო, ძალიან დიდი პორციაა, ამიტომ გირჩევთ შევუკეთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, აი თუ მგელივით გშიათ რა, რასაც ქვია, აი ძალიან როცა გშიათ, არაფერი რო არ გიჭამია მთელი დღის განმავლობაში და მზად ხარ რომ ლომი გადაყლაპო, მაშინ შეგიძლიათ შევუკეთოთ. ვაიმე, იმდენი საინტერესო მაღაზიებია, იმდენი რაღაცა და ვერ შევდივარ, ყველაფერი არის დაკეტილი. ой, ავედით, ბაღი მაინც ვნახოთ, ის მაინც იქნება ღია. ყოფები ახლა ცენტრში, მარიამ პლაცზე ვარ. ვიყიდე ჩემი ძალიან დიდი ხნის ნანატრის უნამო და მომცეს ასევე ტესტერები, რომლებსაც გიჩვენებთ როგორც კი სასტუმროში მივალ. ეხლა რამის ამომტანი არ ვარ, ჩანთიდან ისეთი ძივეა. ილი სხვადასხვა
ძალიან მახსენებს ვენის შონბრუნის სასახლეს. ის უფრო ლამაზია ვიდრე ეს. სიმართლე გითხრათ. მაგრამ ძალიან გავს. აი ძალიან ეს ხომ ვერ დავიმორჩილი. მოკლედ ძალიან გავს ეს ნაწილი, სადაც ახავი მყოფები. შონბრუნის სასახლის ვაიბები აქვს მოკლედ ფაქტიურად. ინგლისურ ბაღამდე ჯერ არ მისულა, ნახოთ ახლა იქ რა დაგხვდება. ლამაზია, ლამაზი. ძალიან ლამაზია აღავლობა. მართლა ქალაქს რომ აქვს ასეთი ძალიან დიდი ხელუხლებელი პარკი, მართლა დიდი მასშტაბის არის და ძალიან ისეთი ბუნებრივ ფორმაში შენარჩუნებული. წარმომიდგენია აქ გამოსვლა, წიგნის წაკითხვა, გასეირნება, ძაღლის გამოყვანა, ველოსიპედით გავლა, იქნება რაღაცა სასწაული რელაქსაცია. მაგარია. ბაბუას არეზარება სირბილი. ხო და. აშო ვიტკან ხალხაზებო. ჰა? აგერ ეს კაცი იქნება 1.60 წლის ახლა თუ არა მეტი. აგერ მეგობრებო, დიდი ხნის ნანატრი Parfum de Marlis de Lina La Rose. როგორც იქნა მე შევიძინე პატარა ბოთლი 30 მგ-იანი, მაგრამ კაი ხანს მყოფა. ეს არის არომატი, რომელიც დიდი ხანია მინდა. ძალიან სასწაულია, მოკლედ, ძალიან მაგარია. ამას ახლა არ განვიხილავ, მაგრამ მოკლედ არის ჩემი ამ მოგზაურობის ძალიან ისეთი მაგარი შენაძენი საყვარელი იმით. ეს გახლავთ ვენკის შოკოლადები. ჩემი საყვარლესი ვენკი და 3 არომატის ტესტერი, ერთი არის ტილია, რომელიც ძალიან მაინტერესებს. მაღაზიაში კი დავყნოსლი, მაგრამ ასე ცინცხალისუფთა ცხვირით შემდეგ დღეებში დავტესტავ და ვნახავ ტილიასაც. ასევე კაჯალის დაჰაბი, რომელიც ძალიან მაინტერესებს და Guidance 46, აგერ ბატონო, აი ამის დატესტვაც მეღირსება. დილა მშვიდობის, მე როგორც ახლა ფანჯრიდან ვიყურები, გარეთ არის მაქსიმალური წმინდა სუფთა ცა და ამოდის მზე, ახლა არის 7 საათი. და მე ამ დროს რას ვაკეთებ? ჩემი უსაყვარლესი პარფიუმ, მეიკაპ, დიკლატერ ვიდეოები ძალიან მიყვარს ამ ვიდეოების ყურება და აგერ ბატონო ახლა ასეთ რაღაცას ყურებ. კალი, ესე იგი ასუფთავებს არის მეიკაპ მას. და ამ დროს გარეთ მგონი ამოდის მზე. ძალიან სუფთა საჩანს. ჩემი ყავა მზად არის, ტილიას ტესტავ ამ დილით და დანარჩენ 2-ს. ვნახოთ. მეგობრებო, ტილიას პირველი შტაბეშტილება ეხლა რაც მომივიდა ეგრევე. არის ის, რომ მახსენებს კაროლინა ერერას წითელ ქუსლს. წითელ არა, ვარდისფერი ქუსლი რო გამოუშვა კაროლინამ ახლახანს. აი მაგას გავს. თლად 100%-ით არა, მაგრამ მას გავს. რატომ? იმიტომ რომ ჩემს მეგობარს აქვს ის სუნამო და ეგრევე როგორც კი ამ დილით ახლა ეს გავიყურე, უცებ ის გამახსენა. ანუ მივხვდი რომ მართლა გავს იმ არომატს. ჩემს კანზე რაღაცნაირად საპნიანად იხსნება. თავიდან იყო ყვავილების, ყვითელი ყვავილების არომატი, მაგრამ ახლა სადღაც 10 წუთი გავიდა და არის უფრო საპნის არომატი. კი, ყვავილების იგრძნობა, მაგრამ რაღაც საპნიანი ხდება. რა ვიცი, ალბათ უფრო გარეთ ამ გრილ სუფთა ჰაერზე რო გავალ და იქაც რო დავყნოსავ ამ არომატს, აი სასტუმროს ჰაერის გარეთ. ალბათ იქ უფრო მივხვდები მომწონს თუ არა. ნახოთ. ასეთი ლამაზი რესტორანი აგერ ცენტრში პირდაპირ მარიამ პლაცეზე.
მოკლედ დღეს ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, ძალიან ბევრი რაღაცის ნახვა მინდა, მაგრამ ვშიშობ რომ როცა მივალ ის ადგილი დამხვდება იქ დაკეტილი. ერთი რამ რასაც ვამჩნევ არის ის რომ აქ მიუნხენში რესტორნებში მუშაობს ძალიან ზრდასრული ხალხი. ანუ ახალგაზრდა სასწავლს ვერ ხედავ. ძალიან ისეთი 40 და პლუსი ასაკის მიმტანები ყავთ. ძალიან ისეთი ის არის, საინტერესოა. ნახოთ ახლა მე რა შევუკეთავ, მოვიდა ჩემი მენიუ და წავიდა ჭამის ამბავი. აგერ ჩემი კერძიც მოვიდა, ეს არის ხორცის გულაში და პრიცელია მე მგონი ეს. ნახოთ აბა როგორია. ახლა მივდივარ, ის არის მდინარეზე, მაგარ აი ამ ტრამვაით. ერთ კაციანზე. თვილა. თან დავათვალიეროთ მინეხის ქუჩებიც. ყინავს -3 გრადუსია ახლა დღის პირველ საათზე, მაგრამ გაჯობია სიარულს აი ასეთი სილამაზის ფონზე. ცნობილი შნიცელი. ავსტრიაშიც არის შნიცელი, მაგრამ აგერ ბატონო გერმანული შნიცელი. კაცი შვილი არ არის ამ დილით. ერთი ან ორი ადამიანის გარდა მეტროში. 8:30-ია, -4 გრადუსია. ამინდის ტემპერატურა იქნება მზე და საერთოდ არ იგრძნობა ეს -4 გრადუსი. მე ვერ გამოვიცინე გუშინ რატომ ასე წრიალი, მოკლედ ძალიან გვიან დამეძინა, ძალიან ავდრექი და აი როგორი შედიდინებული სახება ამ დილით. ვინ დაეძებს? ყავა ეხა წყალი და წავედით სალცბურგში. Guten Morgen. ესე იგი ეს არის ჭეშმარიტი ორადორია მსგავსი სალცბურგში საკონდიტრო მაღაზია, სადაც იყიდება ნამდვილი პირველი მოცარტის შოკოლადი, რომელიც შეიქმნა აქ მისთვის. სხვა დანარჩენ ადგილებში არის ყალბი, ნუ ყველა თავის ასაკეთებს, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა აუცილებლად გასინჯოთ აქ მოსვლის დროს. ნამდვილი ჭეშმარიტი შოკოლადი, რომელიც შეიქმნა მოცარტისთვის, აი აქ და ერთი არის კიდევ აი მოპირისპირედ, როგორც კი გახვალთ აი ამ ადგილიდან პირდაპირ არის მეორე მაღაზია, მაგრამ ის დაკეტილია დღეს. მოკლედ არ დაგავიწყდეთ აქ შემოსვლა, მე ჩემი ვიყიდე და ვნახოთ როგორია. აგერ ჩემს უკან ეს ყვითელი შენობა არის სახლი, სადაც დაიბადა მოცარტი. რა მაინტერესებს იცით? სანამ კაცობრიობა განვითარდებოდა, ტანსაცმლის ქსოვილის ინდუსტრია წამოიწევდა წინ. აი მაშინდელი ადამიანთა მოდგმა როგორ უძლევდა ამ სიცივეს? მართლა გეკითხებით. ჩემამდე არ დადის. და არა და რა ლამაზია ქაურობა ბიჭო და არა და გაჩერების ის არ არის, რომ გაჩერდე მაგალითად
ფოტო გადაიღო, ვიდეო გადაიღო, საღადა -5 გრადუსია, მზეა, ბრდღვიალა ცისფერიცაა, მაგრამ ყინავს. არ ჩანს. ჩემი თუ არ გჯერათ. როგორი გადაყინულია ყველაფერი. მეტი აღარ მინდა. მაგრამ რა გადავასა. ეს არის ბაღი, სადაც გადაიღეს ფილმი Sound of Music. აგერ ბატონო, ამ ადგილას. აი ამ შენობაში შიგნითაც არის გადაღებული ძალიან ბევრი კადრი ფილმიდან. Salzburgi მეგობრებო, ძალიან გავს ლურდს საფრანგეთში. აი იგივე ვაიბები აქვს, ოღონდ ცოტა უფრო განსხვავებული ინფრასტრუქტურით. თუმცა ძალიან გავს აი ლურდის ვაიბებია Salzburgში, მინდა გითხრათ. იქაც ზუსტად აი ასეთი ადგილებია მდინარის გასწვრივ, ზუსტად ლურდიც როგორც Salzburgi არის მთიანი ქალაქი, პატარა. აი ძალიან განსაკუთრებით აი ეს ადგილი მახსენებს ახლა წმინდა წყლის ლურდს რა, აი ძალიან ლურდის გარემოა. დილამშვიდობის მეგობრებო, ეხლა 6 საათი. ვიმყოფები ესბანის გაჩერებაზე და მივდივარ აეროპორტში. დასრულდა მოკლედ ჩემი მიუნხენური არდადეგები სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი უკვე მიეჩვია ამ სიცივეს და ეხლა მიწევს ისევ თბილ მანტაში დაბრუნება, სადაც არის 18 გრადუსი. მოკლედ, კარგია 4 სეზონი. ძალიან მაგარია. წავედი მოკლედ მე და ჩემი best friend-ი გავუყვებით ახლა გზას. იმედი მაქვს ეს ვიდეო იყო საინტერესო. ერთ-ერთი სიმბოლოს დავამატებდი, რომ გუშინ მთელი დღე გავატარე შოპინგში. მაგრამ გადაღებისთვის ვერც მოვიცალე, იმიტომ რომ ძალიან ხახროლობა იყო. მთელი ეს ერთი კვირა დაკეტილი რომ იყო მაღაზიები ყველა მივცივდით მე მეორე თვითონაც ძალიან ცოტა მქონდა დრო. ამიტომ შოპინგს ვეღარ გიჩვენებ სამწუხაროდ, მაგრამ შევიძინე სუნამოები, რომლებსაც შემოგთავაზებთ ცალკე ვიდეოში, ჩემი ახალი სუნამოების კოლექციაში. რა შემომატა ახალი მაგ გიჩვენებთ, სხვადასხვა სტილია რაც გიჩვენეთ, მაგასაც იქ მოვხსენებ. წავედი, აგერ ჩემს უკან არის ერთ-ერთი. მაგრამ ჩემი არ არის, ჩემი 4 წუთში მოვა. დროებით